გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ყველას ბედნიერება და კარგი განწყობა. თემა ცოტა თავისებური გვაქვს. ეს მოგეხსენებათ რა კაი პარკი გამიკეთეს ჩემი კორპუსის წინ და მით უმეტეს მე რომ სპორტულად ცხოვრობ და მიხარია ყოველთვის სპორტულად ცხოვრების წესი. მადლობის მეტი რა გეთქმის. აგერ როგორი პარკი გვაქვს, ძალიან კარგი პარკია. მაგრამ მე ისიც თქმა მინდა, აქეთ მარცხენა ხელას ადრე იყო სამხედრო ნაწილი. და წლებია ხანს კორპუსების აშენება უნდა და ხანის უნდა და ეს უნდა და მეც ზემოდან რომ გადმოვიხედეთ ბალკონიდან, აი ცარიელი სივრცე. და ბოლოს გადაწყდა და ჩემ და სამწუხაროდ ყოველშაბათი ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ამ თავისუფალ სივრცეში ამ ტერიტორიაზე ახლა მივიდეთ რაღაც კომპანია რომელიც დაიწყებს შენებლობას და რო შევედით იმაში რა ქვია საიტზე ეს ტერიტორია ესე იგი კორპუსები აშენდება და 4000 ბინა 4000 ბინის გეგმა აქვს 4000 ბინაში ეხლა სულ მინიმუმ 2 ადამიანი ხომაიც იცხოვრებს. ეს იქნება შენი 8000 ადამიანი იცხოვრებს აქ კორპუსებში. ულტრათანამედროვე რაღაცები შენდება, ну ეს არ ვიცი, კარგია თუ ცუდია. ეს ყველამ თვითონ განსაზღვროს. ეხლა ცუდი ნამდვილად არა, როცა რაღაცა შენდება, მაგრამ 8000 კაცის აქ მოსვლა და ნახეთ, ეს თავისუფალი სივრცე, რომელიც მე ყოველთვის მიხარობდი და ვსარგებლობდი, უკვე აღარ იქნება. ჯერ არ არის შენებლობა დამთავრებული და გადატენილი ეს მანქანები და აქედან გამომდინარე მოხდება, ასე ვთქვათ, შევიწროება და როგორ გითხრათ, რას პრობლემებია თბილისში და ამდენი საცობები და ამდენი აი ისეთი დრო მოდის რა, ესე იგი ადამიანი სამსახურიდან ოღონდ მივიდეს სახლამდე, შეძრეს თავის სახლში, მერე გამოძრეს, შეძრეს, მიხვდეს და რა ვიცი და ელემენტარულ როგორ გითხრათ, სულ დაბყოლებები, საცობები, კორპუსები, ახლა რა თქმა უნდა ბინა რო შენდება, ცუდი არ არის, მაგრამ უჩემოთაც იცით რა მოყვება ამას, თუნდაც გაიარეთ საბურთალოზე, დიდი ღუმში, რა ვიცი ნებისმიერ ადგილას ახლა აქ ვარკეთილში, ვაზის უბანში სულ ჭიდროვდება და პრობლემებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მაგრამ რატო დავიწყე ეს ვიდეო, უკვე მე ცხოვრება გრძელდება და ეს პრობლემები რაც ახლა მე პრობლემებზე ნამდვილად არ მინდა საუბარი, მაგრამ გზებზე ჩემებურად საკითხზე გამოსავალი მინდა გამონახო და ეს ვიდეოს და ჩვენი ასე ვთქვათ მოქმედებას მაგას ემსახურება. კარგი, წავიდეთ და ავაგრძელოთ და მე ისი თქმა მინდა მიხვდებით და რისკი მიმყავს საუბარი. წავიდეთ ხაშვში. გადავხედოთ ჩვენ კომერციულ ობიექტს და ეს აზრი, ეს შენებლობის აზრი იქ განვავრცო და რისი თქმა მინდა იქ განვავრცო ჩემს სათქმეს. შენებლობები. დავნიშნო დრო. რამდენ ხანში ჩავალთ ხავში? ეხლა არის 2 საათი. ჩემი ვარაუდით ხავში ჩავალთ 20-25 წუთში და იმ დღეს ორთაჭალაში რაღაც სულ 3 კილომეტრის გავლას მოუნდი 1 საათი. იმ დღეს მომიწია საბურთალოზე გასვლა მოუნდი ჩემს სახლამდე, ჩემი სახლიდან საბურთალომდე გასვლას მოუნდი 2 საათი. იმ დღეს პატარა საქმე მქონდა, გავედი გდანში, ზღვიდან გადავედი ზემოდან, მოვუდი 2 საათნახევარი და ასე შემდეგ. აი ვნახოთ ხაშმამდე რამდენ ხანში მივართ ახლა ერთი ამ აეროპორტს გავსწრებით და ხაშმიდან, ჩემი სახლიდან ხაშმამდე არის რაღაც 25 კილომეტრი. აი ილოს გავსწრებით და ახალ გზა შევუდგებით. პრობლემის გარეშე უნდა ჩავიდეთ. მართლა კარგია, რაც კარგია.
კარგავდა, გიხარია მანქანით სიარული. ადრე როგორ იყო ხო მანქანით რო გიხაროდა თბილისში სიარული, ახლა თბილისში მანქანით სიარული სიამოვნება კი არა ტანჯვაა რა. ახლა აქ რო გამოდიხარ ისე გახსენდება ის ძველი ხმებები. მანქანის ტარების სიამოვნების ასე რომ ვთქვა. ძველი გზა არის, ახალი გზა რომ მიდის კახეთისკენ, ფაქტიურად უკვე მოძრაობაც აღარ არის ისეთი და ძალიან სასიამოვნოა თავისთავად იმ ტრასაზეც რომელიც იქ პარალელურად გადის, იქაც სასიამოვნოა და აქაც სასიამოვნოა, იმიტომ რომ საცობი და პრობკა რო ვიძახით, აქ გამორიცხულია. და კონკრეტულად მანქანით სიარული ერთი სიამოვნებაა რა. 15 წუთი გავიდა და ჩვენ უკვე ფაქტობრივად სართიჭალას უახლოვდებით. სართიჭალის შემდეგ უკვე ჩვენი ობიექტი იქნება. სავარაუდოდ, აი ნახოთ, ახლა წინასწარ არ მინდა თქვა. სავარაუდოდ 20 წუთში მთლიანი ეს მგზავრობა ისა 20 წუთი დაშირდება ამ მგზავრობას რა. აი ჩვენ კომერციულ ობიექტზეც მოვედით. ესე იგი, დამჭირდა 2 საათზე ხო გამოვედით, 3:25 წუთია. ესე იგი, ამ მანძილის გავლას მოვუდით 25 წუთი. 25 წუთში მე საბურთალოზე გავიდოდი, რაღაც ეჭვი მეპარება. ორთაჭალაში, ესე იგი, ჩემი მერვე პორტიდან ორთაჭალამდე, ქვემოთ გორგაზმიდან გავდივარ ხოლმე, მინდება ხოლმე ზოგჯერ 45 წუთიდან 1 საათამდე. საბურთალოზე, რა ვიცი, თავბედეს ვიწყებდი. გდანი ხო სასწაულია და აქ მოვედით 25 წუთი, არც ვიწვარეთ არაფერი და კაი ხასიათზე, კაი სასიამოვნო გემრიელად ვიმგზავრეთ და ამ ბოლო დროს თბილისში რო დავდივარ და ვალობდა ერთ ამბებში ვართ, თან ნერვები გეშლება, თავის მოძრაობ, ეს იმასთან შედარებით ეს არაფერია. მოვედით ახლა ჩვენ ობიექტზე, ჩვენ კომერციულ ობიექტზე და განვაგრძოთ ჩვენი საუბრები, რაზე მინდა ლაპარაკი და რა მინდა გაგიზიარო ჩემო მეგობრებო. ნუ ეს კომერციული თემები და ამაზე არ მინდა საუბარი, ნუ ჩვენ ამბებს ვაკეთებთ, მაგრამ ყოველთვის სასურველია. აი ჩვენი დარბაზია, ნუ ეს უკვე მომავლისთვის ეს ხა საერთოდ ყოველთვის რო გაკეთდება მერეა. მაგ თემაზე მე უნდა ილაპარაკო, მაგრამ სასურველი როდესაც გახსნი და ამოქმედები, მერეა, მაგრამ საერთოდ როგორ ამბობენ ხოლმე, რომ რასაც რო ჩაიფიქრებო, მაგას ნუ ამბობ თუ არ განხორციელებაო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი ახლა რა თემაზეც ვილაპარაკებ, ეს იქნება უფრო სერიოზული თემაა და მგონი ამაზე უნდა ვიზრუნოთ. მე თუ რაღაცას ვაკეთებ, თქვათ იქ რესტორანია თუ კუპეებია თუ კაფეა თუ ეს რაღაცა, ეს ყველაფერი კარგია, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველაფერი უკავშირდება შემოსავალს, ფულს და ასე შემდეგ. გახსოვთ არა, ჩვენ აქ ადრე ვიყავით, წინა ჩემ ვიდეოში ვიყავით, აქ მოვისენეთ, აქ ჩვენ ფერმა გვაქვს, პატარა კურდღლები, პატები და ამის დამაგვარი. მაგრამ ეს უკვე მომავლის თემაა, სხვა დროს ვილაპარაკოთ, ჩვენ ვილაპარაკოთ აი იმ იდეაზე, რითაც დავიწყე და ეხლა მოგახსენეთ ამ იდეას. აი, ხშირად გამოვდივარ ძაღლები ვერ მცნობენ და მიყეთ. აი ეს ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე მინდა ვისაუბრო და საერთოდ რაღაცას რო დაწყებას იწყებ ადამიანი, ჯერ პირველად მოდის იდეა და მე მიდის მისი განხორციელება, ხო? საფეხურებია, იდეა პირველია, მე განხორციელება, მე დაფინანსება, მე მშენებლობა და ასე შემდეგ. ვიდეო რითი დავიწყეთ, ხო? აი ხა ჩემი სახლის შენობიდან აი ეს ტერიტორია იყო სუსცარი და ისა სუსცარიელი და კორპუსების აშენება არ მიდიოდა რა და იმიტომ იქ მეტრო გადის და ასე შემდეგ და
სულ მინდოდა რომ იქნებ რამენაირად ან სპორტული კომპლექსი, ან ბასეინი, ან ტენისის კორტი, აი რაღაცა მაგის და მაგვარი ყოფილიყო, მაგრამ ხო იცით ახლა 1-2 ჯერს ცადე, მაგრამ არ გამომივიდა მაგ იდეა, მაგრამ მე უკვე გადავერთე და გადაწყდა რომ უნდა აშენდეს რამდენი თქვი 4000 ბინა. Წარმოიდგინეთ და ეს რას გამოიწვევს? ეს სხვა თემაა, მაგას არ ვამბობ, მაგრამ მე მოგეხსენება ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ აი სპორტულად ვიცხოვრო და ვარჯიშობ და ყოველ ჩამოსვლაზე ან და ყოველთვის კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ როცა მომიხერხდებოდა აუცილებლად მივდიოდი ლაგუნა ვერა აღარ არის, მე ახლა ოლიმპიში დავიწყე რომ მე ორთაჭალაში, მაგრამ ამ რას დრო გადის უკვე გულახდიად გითხრათ ძალიან მინდა ავხდე ვიცურავ, მაგრამ ვაი ორთაჭალაში ვერ მივდივარ, ჩემი საქმე 1 საათი მინდა, მე მანქანას ვერ აჩერებ, მე თუ იქ რაღაცა მოვაღე, მე იქიდან წამოხვედი ისე 2 საათი მოდიხარ, ოლიმპიკი არ ვიცი, ვაკის ბასეინი მუშაობს თუ არ ვიცი და ერთ სიტყვით ეს ხალისი და მუღამი ასე რომ ვთქვათ გეკარქება და მე რომელიც ასე ვცდილობ რომ ჩემ თავს მოუვარო და ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო, წარმოიდგინეთ, თითქმის 1 თვეა ჩამოსული ვარ, ხო და ერთხელ ვიყავი, მაგრამ მეორე აღარ მინდა წავლა, იმიტომ რომ ვიღლები ისე არა, მაგრამ აი ძალიან მაგარი დისკომფორტია და აი აქედან გამომდინარე მეგობრებო, რა დავმალოთ, ხო თბილისი ხდება უკვე არაკომფორტული ქალაქი. არ ვიცი, იმედია ეს პრობლემები გადაიჭრება. წინა ვიდეოშიც გითხარით, რომ ის როგორ უნდა გადაიჭროს, ხო, ერთ-ერთი რომ ეს საწარმოები გადაიტანოს სხვა რეგიონებში და გადასახადი მოუკლონ, თქვათ სიტყვაზე 30% თუ იხდი შენ თბილისში, იქ რეგიონში გადაიხდი 20% და თავისთავად წარმოებები გადავლენ იქით. ეს ერთ-ერთი ვერსია, მე ადმინისტრაცია, ბევრი ადმინისტრაციების გადატანა და ბევრი ვერსიები იყო კომენტარებში, იმდენი საინტერესო თემა იყო, მაგრამ არ ვიცი, მოგვისმენენ, არ მოგვისმენენ, მთავრობა გააკეთებს, არ გააკეთებს, ეს უკვე მომავლის საქმეა, მაგრამ ამასობაში ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება მიდის. ყველამ ჩვენ ადაპტაცია უნდა გავიაროთ და შევეჩვიოთ. ეხლა რატო დამოვიწყე ამდენი საუბრები? მეგობრებო, ეხლა კი რა თქმა უნდა ადამიანი რომ რაღაცას აკეთებ, იქ ფული მოგაქვს, ჩადებ, გაგიმართლებს, არ გაგიმართლებს, არ მოიგებ, ეს ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ არის ისეთი საქმიანობები, ალბათ ადამიანი თავის ცხოვრებას რო გადის და რაღაცას რო გააკეთებს, მე გინდა რომ ეს სარგებლობა მოქონდეს არა მარტო იმ მომენტში შენი ოჯახის და შენი მეგობრების გულისთვის, არამედ ისეთი რაღაცა გააკეთო, რომ დიდი ხანი ახსოვდეს საზოგადოებას და არა ახსოვდეს, არამედ ეს მიდიოდეს, უფრო სწორედ გრძელდებოდეს და არ ვიცი, შეიძლება ცოტა უცნაური ვიდეოა, შეიძლება იდეა, ახლა წეღანას რო თქვი იდეას, ნუ ამბობ, შეიძლება ვერ განახორციელო, მაგრამ ეს ისეთი იდეა, რომ შეიძლება მე ეს იდეა რო განვახორციელო, შეიძლება რაღაც ფინანსური რესურსები არ გვეყოს, ის არ გვეყოს, მაგრამ ინვესტორის სახით ან რაღაცა მამული სიყვარულის სახით და მომავალი თაობის მიმართ გამომამჟღავნოს თავისი სურვილი და ამ პროცესში წამომყვეს. და რა პროცესია ეს? ამხელა სივრცეა. ეს არის ჩვენ მფლობელობაში. და რა უნდა გააკეთოს ახლა ადამიანმა აქ? მე წეღანას გითხარით ახლა თბილისიდან ამ 25 წუთში მოვედი აქ, რა თავისუფლად. 25 წუთში თბილისის ნებისმიერ კუთხეში ვერ მიხვალ, მაგრამ აქ მოხვალ. და რა საქმიანობა ესა? სპორტული, აი, ისი თქმა მინდა, იცით, ახლა იმ დღეს ვარჯიშობდი და მე ახლა ვიზიტები 10-15 თავისუფლად ასეა. ვარჯიშობ რაღაცა და ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა 17-18 წელი და ორჯერაც ვერ აიზიდა რა, მეთქი რა არის და და რამდენი ასეთი ახალგაზრდაა და რამდენი, აი ფაქტობრივად ახლა აი ჩხუბში რო გამოიწიო, იმას აი 1-2 გარწყმით გააგორებ რა. ბიჭი არ იყო ყველაფერი ძილობიანი, ყველაფერი მაგ ფიზიკურად იყო, ანიტკი იყო ჯანიანი, მაგ ფიზიკურად იყო ძალიან სუსტი. და მეთქი რატო არ დადიხარ აი სპორტზე წადი საუბარში და სადვიარო, აბა სადვიარო იქ ვერ მივდივარ და მე გამახსენდა ჩემი ამბავი, მეც ახლა ხო ფიქრობ, მაგრამ ბასეინთან ვერ მიდიხარ, იმასთან ვერ მიდიხარ. ნუ ბევრი ტვინი რო არ შეგიწამოთ ჩემი აზრით
და მომავლისთვის და მომავალი თაობისთვის კარგი იქნება ტერიტორიაზე თუ გაკეთდა სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი. თქვათ ბასეინი, საცურაო, იქით კორტები, იქით ფეხბურთის მოედანი და თბილისში ამას ხო გამორიცხულია გააკეთებ. სადაც თავისუფალი ადგილია კორპუსი შენდება, მაგრამ კი ვითომ პატარა სტადიონები ის, მაგრამ არ ვიცი, ეს ჩემი ისევ სუბიექტური აზრია, არ ვიცი რა მოხდება, როგორ მოხდება, მაგრამ ამჟამად თავისი დისკომფორტიდან გამომდინარე, თავისი არა მოხერხებული სიტუაციიდან გამომდინარე თბილისი არ ვიცი, შეიძლება შეიცვალოს, მე იმედია შეიცვლება, მაგრამ ამჟამად ჩვენ ამ თემაზე ვლაპარაკობ და ჩემი კოლეგები სხვა აზრები აქვს, ეხლა ზოგი იტყვის, არა, მოდი იცი რაღაცა ღია რესტურნის ტიპის ის გავაკეთოთ ქორწილების ის, მაგრამ ქორწილი ეს გასაგებია, მაგრამ მე პირადად მაინც მიმაჩნია, რომ აქ ჯობია გაკეთდეს აი სპორტული კომპლექსი, რომელიც აგერ საგარეჯო აქვე ახლოს არის, სათიჭალა აქ არის და თბილისიც რა არის 30 წუთში მოდიხარ და შორს არის და რა ვიცი, აბა იქიდან გამომდინარე რაც წეგან ვლაპარაკობდი და თბილისის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში რამდენი დრო უნდა რომ მიხვიდე და აქ ნამდვილად არ გინდა თან მერვე მოშე თან მანქანას ვერ აჩერებდა. ცუდი იდეა არ არის, მაგრამ როგორ ფიქრობ, მეგობრებო, აი თქვენს ჩემო მაყურებლებო, ჩემო ფოლოვერებო, თქვენს გეკნებათ იდეა და მე მგონი როგორ არის სასიამოვნო სასარგებლოსთან უნდა გააკეთო და თუნდაც აქ დასასვენებელი ის რო გააკეთო სიტყვაზე ვისაც გარუჯვა უყვარს და აი როგორც ვერა რო იყო ბასენზე და ზაფხულობით სავსე იყო ხალხი მოდიოდა დასასვენებლად ის ანუ ვანაობდნენ, ჭუმპალაობდნენ, დროს ატარებდნენ და თან სპორტი, წყალბურთი, ცურვა, იქ ტრენაჟორები, ქართულად როგორ არის ავარჯიშო ისინი, აი ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს, არა მეგობრებო. არ ვიცი, მე აი ამას ვფიქრობ და ეს ჩვენი ეხლა შეიძლება ოლიმპიური ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონები არ გამოვიდნენ, მაგრამ ერი ჯამთელი უნდა იყოს და ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ რა და მეც ეხლა მე ჩემი პირადი მაგალითი და უყე ორთაჭარაში კი არ წავარ საცურაო და მოვალ აქით და რა ვიცი, ცუდი აზრი არ არის და თუ ვინმეს დაინტერესდება ინვესტიციის ამბავში რაღაცა შეიძლება დავილაპარაკოთ და ყოველ შემთხვევაში ეს თავში მიტრიალებს და თან საშვილიშვილო საქმეც არის რა. ჯამთელ მომავალ თაობას რომ მომემსახურები და შედეგს რო გააკეთებ, აჯობია მაგას. თუმცა აი რამდენია ეხლა ჩვენ სხვებისგან განსხვავებით იმდენი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ მე ვიცი, ახლა მაგათ იმ დღეს იყო ერთი სხვათა შორის კრასნოდარის ძალიან დიდარი ადამიანი იყო და მგონი 200 სტადიონი, 50 ბასეინი და აი ასე გაავრცელა და ემადლიერებიან ყველა მას. დიდი რაღაც სავაჭრო ხო მაგნატი არის მაგნატი ეს ქსელი სავაჭრო ქსელი იმის შეფი ყოფილა და იმდენი მე ავცერებ და ცუდია და ყველას ახსოვს ეს ისტორია ის მაგერ რო წავა ამ ქვეყანა ის კი არ გაახსენდებათ რომ მაგნატის და ამხელა სავაჭრო ცენტრის ის იყო ხელმძღვანელი ამაზე გაახსენდება რომ ეს სტადიონები აუზები და რამდენი ახალგაზრდა დასაქმდა კი და გაიძლიერა და ცხოვრებისთვის მოემზადა. არ ვიცი, ხა შეიძლება ამხელა ამბიციას ვერ მიაღწიო, მაგრამ რეალურად ადგილი ამის საშუალებას იძლევა და რა ვიცი, ცუდი აზრი არ არის მეგობრებო რა. მთავარია მეგობრებო, მე რას ვამბობ ხოლმე, პირობა ნათქვამი მაქვს, რომ ამერიკაში ლოტარიას ხო თამაშობ 300 მილიონი, 200 მილიონი თამაშობ, მე ხო შევპიდო ყველა სოფელში ტრაქტორს დაურიგებდი, ხო? საქართველოს სოფლებში და ამას ხო თავისთავად უცბად არ აღჭინებდი ამ საქმეს. და დიდი თანხაც არ უნდა, უბრალოდ აქ თავარია სული ნება და თავისთავად ეხლა შემოსავალიც კი იქნება, ეხლა მილიონი შეიძლება არ იყო, მაგრამ იმ შემოსავალზე მეტი რა კარგი და დაფასებული რა უნდა იყოს, რასაც ქვია მომავალი თაობის სიძლიერეზე და ჯანმრთელობაზე ფიქრი. რა ვიცი, ამ ვიდეოს დავარქვათ ინვესტიციის მოზიდვა, ინტერესების მოზიდვა, თუ ვინმე დაინტერესდება, ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი კოლეგები სათავართ ამისთვის და კიდევ არის სხვა იდეებიც, თქვა რაღაცა
ნუ ამას მაინც არ ვიტყვი, არის რაღაც იდეები, რომელიც შეიძლება განახორციელოს ადამიანმა, მაგრამ ვინაიდან ეს ფიზიკური მომავალი თაობის ფიზიკური მდგომარეობა არის ერთ-ერთი სერიოზული თემა, ამიტომ ამას მე პირდაპირ უყევ ამბობ. გაკეთება თუ არ გაკეთება, იდეა არის მშვენიერი და ვინც დაინტერესდება და სრული ექნება რომ რაღაც შემოგვიერთდეს და როგორ ვთქვათ ჩვენ გუნდში შემოვიდეს და განვახორციელოთ ეს სამომავლო და საპატიო საქმე. გითხრა მეგობრებო, ცოტა დაგღალეთ, მაგრამ ორი სათქმელი თქვი და შევხვდეთ მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. ჩვენი მიმართულება როგორ არის? პრობლემას ვიტყვით და მე გამოსავალს. გამოგივა, არ გამოგივა, მაგრამ რაღაცას მოიც. გზას გამოვნახეთ. კარგად, მომავალ შეხვედრამდე.